საზეიმო ღონისძიებები დაიწყო ზუგდიდშიც. ღონისძიებები წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება. გამოფენილია სამხედრო ტექნიკა, მოეწყო შემეცნებითი და გასართობი სივრცეები. დღის განმავლობაში გაიმართება საგანმანათლებლო და საბავშვო აქტივობები. წარმოდგენილია სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლები და განთავსებულია სტენდები. ადგილზე მოსულ მოქალაქეებს ახლდება ციფრული კლუბი, პლანეტარიუმი, კულინარიული შოუ, თეატრალური პერფორმანსები, სპორტული შეჯიბრებები, მოსერული ორკესტრი და სხვადასხვა მასტერ-კლასები. ადგილზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ტექნოპარკ საქართველოს სივრცეც. ღონისძიება გრანდიოზული კონცერტით დასრულდება. თითოეული ქართველისთვის ეს დღე არის უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ღირსების, თავისუფლების და ასე ვთქვათ, სიამაყის ბრძოლის სიმბოლო და მე მინდა თითოეულ ქართველს მიულოცო ეს დღე. დღეს ზუგდიდში არის ნამდვილი ზეიმი, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო გეგმავს ძალიან კარგ ღონისძიებებს და ეს ღონისძიებები გათვლილია ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. ჩვენი რეგიონიდან სრულიად საქართველოს გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისი ჩვენი ეროვნული იდენტობის მრავალსაუკუნიანი კულტურისა და თავისუფლებისკენ სწრაფის გამოხატულება წარმატებებს უსურვებს ჩვენს ქვეყანას და თითოეულ ჩვენს მოქალაქეს.